Თემანდელი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ზურას შოუს ბენდი. ობზადი გენაცვალე. მოდი გაგირკაშა. არიქა. მოგიხარ. ობზადი. ამარგო გასავლე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო. გამარჯობა. კი, აქამდე მე ვიყავი თქვენთან სტუმრად და ახლა ის დრო დადგა, რომ თქვენ გადმომეპატიჟებინეთ. და რას ვიფიქრებდი, რა ამპლუაში არ ყოფილვარ ამ შოუში სტუმრად, მაგრამ როგორც ტელეწამყვანი და ბენდის წევრი, პირველად ვარ და ფეხბედნიერი ყოფილიყოს უკვე ამ ამპლუაში. მამაკაცთა ნაწილი შემობატონო აქ უკვე ბრძანდებოდით არაერთხელ და შენ ლამის სახლია შემობატონო შენ საკა ქალბატონები არიან პირველად და განსაკუთრებით მოგესალმები და მადლობა მობრძანებისთვის. შესანიშნავად გამოიყურე. როგორი სინქრონი აქვს თორსა? დარიგებულები ვართ. სიმღერიდან მოყოლებული. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებიან და თანაც ძალიან ნიჭიერები არიან მუსიკაში, იმავდროულად არ შეიძლება არ აღნიშნოთ, რომ ესეთი სიღრმისეული კავშირი გაქვს შემობატონო ქართულ სპორტთან და თან სასახელო სახელებთან და ახლა ყველა მიცის, მაგრამ კიდევ ერთხელ უდიდესი სიყვარული მინდა გამოვხატო ვიტალი დარასელიას, აი ამ ლეგენდარული ფეხბურთელის მიმართ. და შემოლიძი, შემო ვიტფოსო მე ნათქვამად შეცვალა სახალხოდ მინდა ვთქვა, რომ აი მართლა ბედნიერი ვარ, რომ მასთან აი მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა მქონდა ურთიერთობა და ფოტოს კი გვაქვს გადაღებული, რომელიც მე გარეკანზე აღმოჩნდა იმ წიგნისა, მაშინ 7 წლის ვიყავი და დღემდე მახსოვს. რა ბედნიერებაა. როგორ იყო ხო იცი ჩვენი შეხვედრა, როდესაც 1978 წელს გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, მაშინ იყო ესეთი საზეიმო ბანკეტი, სადაც ანსამბლი ივერია იყო და თბილისის დინამოს დიდი მეგობრობა ისი რომ გრძელდება აწლეულები და აი ეს დინამოს მაშინ შესრულდა. პატარა ვარ მაშინ 7 წლის და ვიტალი იყო 21 წლის. და უკვე წამყვანი ფეხბურთელი, რომელიც არა მარტო იმკვიდრებდა, უკვე ჰქონდა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ამ ტურნირში და აღმოჩნდით ერთ მაგიდასთან, ალექსანდრე ჩივაძე, რამა შენგელია, ოთარ გაბელია, ვიტალი დარასელია, მამაჩემი, მე ვახტანგ დატიშვილი და თემურა ციგლაური. დღეს საკონდიტრო მიმართულება ჩვენთან ძალიან განვითარებულია და მაშინ იშვიათი იყო ასეთი რამ და დიდი ტორტი იყო, ხოს მახსოვს, ესეთი მწვანე, მინდორით ახლობით აი მაგიდის ხელა და ფეხბურთელები, მათ შორის თბილისის დინამოს ფეხბურთელები და ბურთი იყო ეს ცენტრალურ ადგილაზე. ის ბურთი მოჭრეს და ჩვენს მაგიდასთან მოიტანეს და ვიტალი თვალ აციმციმებულმა დაწვდა და გადმოიღო თავისთვის ეს ნაჭერი და ალექსანდრე ჩევანაძე ეუბნება, ბიჭო, აქაც ბურთიო. თავს მიეციო და აი ამით დაიწყო პირველი ნაცნობობა და მე ისე მახსოვს ჩამიხუტა და აი მაშინ იყო რომ გადავიღეს ეს ფოტო და ეს არის ის მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება რომ დაგრჩება ადამიანს და ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი უღრმესი მადლობა. გამომავალი ყავს ვიტალი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. შემოდინათ ძალიან მიხარია რომ შენ მასმენგლობ ანანოსთან. ესე იგი, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი სასახელო ძიუდოისტის მსოფლიო ჩემპიონის გიორგი სარდალაშვილის მეუღლეა და სარგებლობს შემთხვევით და ვულოცავ, იმიტომ რომ პირველად მაქვს საშუალება რომ მოგილოცოთ ბედნიერება და ავით ყველაფერი საუკეთესო ჩვენს შესანიშნავ ოჯახს. გაიხარეთ. დამთხევაა თუ ბედისწერა არ ვიცი რომ სადაც ზურა მანჯავიძე მიდის იქ ყველგან სამ ქალბატონთან ერთად უნდა იმღეროს თუ აი რასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით ეგ უკვე დამთხევა არ არის. ბედისწერა. ხო არა? ბედისწერა ეს არის მე გეგმები ჩაუშალე. შემოგზავნილია ეს. ჩემი აზრით ზურა არის ძალიან იღბლიანი ადამიანი. ნამდვილად. ჩემი ანომალია არის ამიკო. გაბალანსებს ამიკო. შენ მინდა აღვნიშნო რომ მოვლენას ზურა უკვე. მინდა აღვნიშნო რომ იღბლიანი, იმიტომ რომ ფორტეს არაჩვეულებრივი ქალბატონები აქვს და მოკითხო და ძალიან მიყვარხარ. მოვიკითხო ჩვენი მეგობრები. და გაუმართლა ჩვენითაც ჩემი აზრით. იმედია მათაც უყვარხარ. იმედია. მე დარწმუნებული ვარ ამას. როდესაც მოვიწვიეთ, სხვათა შორის გითხრათ და დაგვემუქრენ, ხო ხუმრობით, არ გაგცვალო ზურა ამ გოგონებში. მგონია მე რა თქმა უნდა არ დაუჯერე. საბოლოო ჯამში გამოსავალი ვიპოვეთ ზურასთვისაც რომ ბენდებს შორის ტავტოლოგია არ გამოხდება, ამიტომ მე ჩავეკვეხე და შუაშია ამიკო და გვაშველებ. რო იკითხავენ რა შუაშია ამიკო და ამ შუაშია. კარგია. ქალბატონებს ვკითხავ პირველ რიგში. რა ვითარებაა ბენდში? დემოკრატია თუ ზუროკრატია? აი როგორ დაახასიათებდით რა ვითარებაა? რას ფიქრობთ? მოდი ერთად ვთქვათ ალბათ, ხო?
კი ბატონო. ზუროკრატია. დავშენდი, როგორი ვით პრობლემად მოგიხსენიებო, ჩემო ბატონო. რა ფიქრობთ, ავტოკრატია? შენ ფიქრობ? ფანტასტიკური ზურა ყავს. ნამდვილად ფანტასტიკური და ძალიან არაჩვეულებრივი ზურა ყავს ამაზე. მამაღლა შემიძლია. არაჩვეულებრივი კი ყავთ, მაგრამ სიმღერა მაქვს მოსმენილი ძვირფასო თინა, შენზე რომ ღერის ხოლმე რომ აი მკითხავთანო დადისო და საბედო რომ ამოვიდესო, ხანო კლასოზე ამოდისო, ხან გზე და აქენით მიხვედით ჯიმდე თუ რა ეტაპზე ხარ? ბატონო გია ძალიან მინდოდა რომ ეს ყველაფერი ესე არ გახმაურებულიყო და ფარდა არ ამეხადა, მაგრამ ვიტყვი მაშინ გავწდი უკვე ქართულ ამბანს დიდი ხანი. კარგია, აპასულს არ ველოდი, კარგია. ქართულ ამბანს. ამიკო, შენ მინდა კითხო ჩემო ძვირფასო ადამიანი. როგორც ცნობილ ამბანოლოგს. არა, ამჯერად სხვა რამე კითხავ. არიან მომღერლები, ვარს და სახელს არ დავასახელებ. მთელი ცხოვრება რომ ღეროდნენ და მერე რომ გახდნენ იუმორისტული გადაცემის წამყვანი. ხო და შენ პირიქით ხარ. იუმორისტული მიმართულებით მთელი ცხოვრება, ესე იგი, საქმიანობდა, ახლა სიმღერაში ხარ აქტიურად ჩაბმული და მითხარი ეს პროცესები როგორ აღიქმება? ჩემთვის რაღაც ახალი გამოწვევა იყო, ეგრე რომ ვთქვათ. და საკმაოდ სარგებლიანად, სარფიანად და მომგებიანად ჩავერთი ამ გამოწვევაში. ეს რომერ სარფს გულისხმობს. ჩემთან ახლოს რომელიც არის რა. შესაბამისად მინდა თავმოთქვა რომ გაამართლა ამ ყველაფერმა და დღესდღეობით ჩემი ნებისმიერ ბენჩი ჩართულობა იმ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს თქვენთან ერთად ვართ, აი ეგერ ზურას, თინას, ანანოს და ლიზის მეშვეობით შევქმნით აი ესეთი არაჩვეულებრივი კარგი ბენდი, რომელიც ახალისებს და ამხნევებს და ახარებს მაყურებელს. მე მგონი გამოგვივიდა. ნამდვილად გამოგვივიდა. როგორი ქორეოგრაფიული ტანდემი აბა კაცო. ცეკვავენ და თამაში და და ორი ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული ერთად. სად არის მეორე ბენდი ეგეთი? არ არის. რომელი დაიკვეხნის? ვერ. კი ეგრეა. ახლა რა მინდა კითხოთ? რეპეტიციის დროს დაგვიანება არ არის იშვიათი მოვლენა ჯგუფებში, ანსამბლებში და თქვენთან რა ხდება ამ კუთხით? ვინ არის უფრო დამგვიანებელი და ყველაზე უფრო საყვარელი ახსნა მიზეზი რა მოგისმენიათ რეპეტიციაზე დაგვიანების? ეხლა გეტყვით როგორ არის? როგორ? ანუ ვინ აგვიანებს უკვე მიხდით ალბათ. აი ამჯერად მე არა მომიღია. ეხლა გეტყვით როგორ არის ეს საკითხი. ზოგადად არასდროს არ მაგვიანებს, იმიტომ რომ ყოველთვის შევდივარ ზუსტროს გადაღება. ანუ საქმე არ ფუჭდება. არ ფუჭდება. შეიძლება ეხლა ლიკუნას მოკითხვა სარალაშვილს. ლიკუნა გვეჩხუბ რომ გოგოებო მალე მოდით მაკიაჟი გასაკეთებელი გაქვთ, თმებიც გას ვერ მოასწრებ და მე ვიღებო შენიშვნებს და ნუ ისე დღეში ვართ რომ ანუ არ ვიცი. მაგრამ ძირითადად ერთი მიზეზი გვაქვს. ლიკუნა იცი რა გვაგვიანებთ, მანქანას ვერ ვტოვებთ, ვერ პარკინგებთ, ამიტომ ჩვენი ბრაკეტოთ, რატომ? ის მიკვირს რომ ლიკუნა ჩვენი პროდიუსერი არაჩვეულებრივი ადამიანი, როდესაც ყველაზე ადრე ყველას აბსოლუტურად ურეკავს რომ აბა მოემზადე, აბა ეს ასე შემდეგ თვითონ როგორ ხდება ეგრე მოწესრიგებული და ფორმაში და როდი ხარ ანუ ყოჩა ხდება მიუხედავად იმისა თან რომ მე მაგალითად როცა ჩვენი გადაცემის ჩაწერა არის იმ დღეს ზურასთან ერთად მაქვს დილის ეთერი და ყოველთვის მოწესრიგებული ვართ მათ მზად მაქვს მაკიაჟით მაგრამ მაინც მაგვიანდება, იმიტომ რომ გადაცემის შემდეგ სახში მივდივარ ბავშვთან და შემდეგ ვცდილობ რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვიდეთ ჩაწერაზე, მაგრამ მაინც მაგვიანდება და ამისთვის ბოდის ვიხდი, მაგრამ ყოველთვის ვარ ადგილზე. ყველაზე საყვარელი მიზეზი გაგვიანების სულ იყო ორჯერ. ერთი და იგივე მიზეზი ჰქონდათ რა, გავთხოვთ. ორჯერ იყო ეგ მიზეზი. ხო, რატო დააგვიანე, გავთხოვთ. არ ველოდი საერთოდ და ამიტომ ყველაფერი კი არ უნდა. საპატიო მიზეზია ვერაფერს ნამდვილად. მაგრამ ორჯერ იყო ეგ კარგია. უი, რა მინდა კიდე კითხოთ. გადასარევია, როცა ასეთი პროფესიონალი ყავთ სიმღერაში, ესეთი ცნობილი მომღერალი, წამყვანი როცა არის პარალელურად, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა თავისი დისკომფორტიც ჰქონდეს და იქ მაინტერესებს რომ ვიკითხო, რომ ხშირად აქვს ხოლმე ესეთი შენიშვნები და რჩევები ბატონ წამყვანს სიმღერაში თუ ლოიალურია ამ მხრივ? ზურა. შორის არა, აი ერთად თათბირობთ ასე რომ ვთქვათ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. არა ის რომ ბატონმა ზურამ გვითხრას რამე ან ამიკომ. ყველა შევჯერდებით და ვიღებთ გადაწყვეტილებას. იცი რა, ძალიან ვუსმენთ ერთმანეთს, მართლა ესეა. ურთიერთპატივისცემა, რაც მთავარი არის. წრემლი მომატკა. ანუ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ სიმღერას თუ პირველი ხმა მოუხდება რომ თათბირობთ ასე ვთქვათ როგორც ანანომ აღნიშნა რომ ვინ ჯობია რომ ამას ეს ხმა დაადოს მეორე ხმა. მოგცათ 100 ლარი უკვე.
ყველაფერი არ უნდა გელდაკრავი ერთად მოვენო და ახლა უკეთესად ძალიან ისე ვართ მართლა შეხმატკბილებულად და ჯერ არ გვიჩვენე მეგობრულად და ეს თუ სიმართლეა და საგარეო საუბარი არ არის გადასარევი. არა, მართლა, ამ საკითხში ჩვენი ზუიო სრული ტანდემი გვაქვს ეგრევე. სრულიად და მადლობა ზუიოს ყველაფრისთვის. მოვიკითხავ ზუიად ბლიაძეს, მეგობართა შესანიშნავ პროდიუსერს. ზუიო ჩვენ ხელში კიდე კარგად არის. თავისუფლებას. თქვენ ახლა იმდენად მუსიკალური ხალხი ხართ, რომ ტროლიც და ბოტიც აამღერეთ. ჩვენი ბიჭი აი მე მთელი საქართველო მღერის და ეხა ტროლმა და ბოტმას რო იმღეროს დიდი ამბავი. ჩვენი თეატრალური ბიჭები. იჭიერი, ძალიან. იუმორისტები და მოვიკითხავთ მათაც. საყვარლესი. ოთაშორის მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნამდვილად მღერდით, ზოგადად ქვეყანაში ყველა მღერდით, ნამდვილად ყველა მღერით და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე პირადად, არ ვიცი სხვებს როგორ, მაგრამ პირადად მე არ მეგონა თუ ეს ორი პერსონაჟი, ტროლი და ბოტი, ზოგადად იმღერებდა. ზუიომა ამღერა. ზუიომა ამღერა და ზუიომ მუსიკალურ სამყაროში ისეთი დიდი ნაბიჯი გააკეთა ზოგადად საქართველოში, რომ დღესდღეობით უკვე, რა ვიცი, 103 მილიონით ვამაყობთ. ადასარევი. მართლაც პოპულარულია თქვენი ბენდი საქართველოში, მაგრამ რომ მოგიწიოთ უცხოეთში საგასტროლოდ წასვლა, ხო? და ამასაც გისურვებთ. კი ბატონო. მადლობა. ამ ყველაფერს ჭირდება რეკლამა, უნდა გაგისწროთ იქაც და ამიკო შენ ახლა როგორც პოლიგლოტი, შენზე უკეთესად ვინ გააკეთებს ამის რეკლამირებას და წარმოვიდგინოთ ვერსია, ესეთი თამაში რომ ასე თქვენ შემოგთავაზოთ, ხო? თქვა სხვადასხვა ქვეყანაში, აი მაგალითად ჩახვედი, თქვა თურქეთში, ვიცი რომ თურქული გადასარევად გამოგდის თურქეთში. აბა, მიდი. რომელი დილის ეთერში გამოვაცხადო? ბატონო, თქვა დილის ეთერიდან დაიწყო. Günaydın, merhaba. Senin çok gelirim da yapıyorum. Burada vardı Zura Show bendi alıyorum da yapıyorum. Senden seni çok yiyorsun, gel buraya. Yunus aldasın. Artışal tüyos olan be. Senin Zura Show band yiyorsun, çok güzel. Teşekkür ederim. ენერია. ახლა გადავინაცვლოთ, თქვა მაგალითად არაბულ ქვეყნებში, თქვა ემირატებში მოგიწიათ კონცერტი. والله وحش مخمل مل بلا هلسشن مخمل ولما هشش بلا زورا شو بند لا وحكيت المهلك ما فين كونسرت ولا قمبا والله لا والله شمل فلوس المهف ზურა შოუს რომ მოეფერა. საერთაშორისო სახელია და ევროკავშირში გადავინაცვლოთ და თქვა აი გერმანიაში არ საგასტროლო საგასტროლო. მომინდა ისე გამოაცხადა. Aşkarat. Ახლა გერმანია შეუვა. Guten Morgen, ich laufe nicht die Schösten in der Augen nicht. Ich bin Augen in die Schnechten, ist die Zura Show Band warten null. Ist ein Aulen, ich bin Augen. მან ჩამისვი გაუხარდება დარასელია გაახსენე მაინც რო გავამწარეთ. აჰო, კარგია. დუსელდორფი შევახსენოთ. დუსელდორფი. Zura Show Band, ihr Fahnen ist schon Lisa Daraselia. Ja, ich laufe nicht, ich denke, sie nur für ein Better. იცი როგორი გერმანიის წამყვანი იყო ზედით რო თურქია. ასე შეიძლება ყოველ შემთხვევაში. ახლა მოდი კონტრასტის პრინციპით, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად გერმანიიდან იაპონიაში გადავინაცვლოთ და აი ვთქვათ რომ მოგიწიოთ იაპონიაში რა სიტყვის დილის წამყვანი. 고리주다 요선들 연돌이 가서 너 이거 자세 주도 중담 다이어설도 생겨 수라 쇼탄상도 교도 상 벤다 견도세도 이들도 시우도 유스네마다 간소 연도 듣는 근신다 교소도 믿고도 Bravo, amigo, bravo. ძალიან ნიჭიერი ადამიანი. აშკარად. სად ვარ წასასვლელები რო იცოდე. სანიშნელია, ეხლა ნამდვილად მიგვიწევენ. აუცილებლად. და ყველამ გაიგო, ქაურებმა. ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. კი ბატონო. როგორც ლექსიანად ვამი. ist schlau den ich stehen მაშინ დარგმნე ხო? მოდი სიმღერაზეც გადავიდეთ და იცი რომელი სიმღერა მინდა გთხოვოთ რომ შეასრულოთ, ეს ხალისიანი სიმღერაა, თქვენებურ სტილში გადმოქართულებული, რომელიც ძალიან მოიწონა მაყურებელმა. სიმღერა, რომელსაც ქვია მოდი მოდი ლამაზოდა. როგორ ქვია? ბურდა ბურდა. გელ ახში მადამ. სადგეთებო ძვირფასო დარდით აღარ ვარ მოდი ლამაზო მოდი სადახარ
სადგეწებო ძვირფასო დარდით აღარ ვარ თვალებით რემლით ამაქვს დასველებული შენ სურათზე მოცულობ დაღონებული თვალებით რემლით ამაქვს დასველებული დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ზურა შოუს ბენდს